On Georgia, we talked about this as well. ჩვენ საქართველოსაც ვისაუბრეთ, ის რაც საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაინახეს არის დემოკრატიული უკანდახევა, რაც ღრმად შემაშფოთებელია. საქართველოში შექმნილი უმწვავესი კრიზისი ამერიკის და საფრანგეთის პირველმა დიპლომატებმა დახურულ გარს მიღმა განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმა და ჟან ნოელ ბარომ შტატებისა და ევროკავშირის დღის წესრიგზე ბევრი ისაუბრეს. აუდიენციამ აჩვენა, რომ ქართული ოცნების რუსული ნაბიჯები დასავლეთისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მის წინააღმდეგ შტატები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად მუშაობს. როცა დავინახეთ ეს უკანდახევა, დავინახეთ მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის მკაფიონებას, რომელსაც ის უნდა წარმოადგენდეს. დავინახეთ არჩევნები, რომელმაც მრავალი კითხვა გააჩინა. დავინახეთ ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ისაუბრონ თავისუფლად და ღიად. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა მივიღეთ ზომები. Of the Georgia Dream Party. ქართული ოცნების ლიდერის ივანიშვილის, ასევე მთავრობის სხვა წევრების წინააღმდეგ სანქციები დავაწესეთ. ჩვენ შევაჩერეთ ამერიკის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, მათ შორის საფრანგეთთან ერთად, ჩვენ მივმართეთ ვენის მექანიზმს, EUTOS მეშვეობით, რათა ნათლად განმარტოთ, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ღრმად ზღუდავს სივრცეს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლებისთვის, უნდა შეიცვალოს. ასე რომ მგონი აშკარა ერთიანობას ხედავთ ჩვენი მიზნის მხრივ, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, საფრანგეთსა და მრავალ სხვა ქვეყანას, როდესაც საქართველოში მთავრობის სამწუხარო ქმედებების პირისპირ ვდგავართ. დამატებითი სანქციები და ქართულ ოცნებასთან ყველანაირი კომუნიკაციის შეწყვეტა. ამ ინიციატივით დასავლური ქვეყნების ლიდერებს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მიმართავენ. წერილში, რომელსაც 43 პოლიტიკოსი აწერს ხელს, ქართული ოცნების ქმედებები შეფასებულია როგორც რუსული პოლიტიკა, რასაც ცივილიზებულმა სამყარომ კონკრეტული ხისტი ნაბიჯები უნდა დაუპირისპიროს. ჩვენ ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან მოუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყოს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. მოვითხოვთ საერთო პოლიტიკას, რომ არც ერთი მაღალი რანგის შეხვედრა არ შედგეს ერთის მხრივ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და მეორეს მხრივ ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის, მანამ სანამ იგი არ დათანხმდება ახალ წესიერი მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს. ამასთანავე ჩვენ მოვითხოვთ ერთობლივ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და პროპაგანდისტებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს. ამ წერილის ხელმომწერები საქართველოს მეგობრები არიან. ის პოლიტიკოსები, რომლებიც რეგიონის პოლიტიკაში კარგად ერკვევიან. ჩამონათვალში ვხვდებით მეგობარი აქტის 4-ვე თანაინიციატორს, რომლებიც ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო ხისტი სანქციების დაწესებას ითხოვენ. მეამაყება მეგობარი აქტის თანახმწვანელობა და ქართველი ხალხის გვერდით დგომა მათ ბრძოლაში რუსული ჩარევისგან თავისუფალი მომავლისთვის, რომელიც პატივსცემს მათ უფლებებს. მაშინ, როდესაც ქართველები გაბედულად აგრძელებენ პროტესტს, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ არჩება თავის მხარდაჭერაში. საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მოუწოდებთ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ მთავრობას თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების მოწოდებით გამოვდივართ. დემოკრატიულმა ერებმა უნდა მოახდინონ ივანიშვილის რეჟიმის იზოლაცია, არ ჩატარდეს მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ არჩევნებამდე. ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება დემოკრატიის სირცხვილია. ივანიშვილი და მისი ახლობლები საქართველოს მართავენ ლეგიტიმაციის გარეშე, დასცინიან თავისუფალ არჩევნებს. საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამორჩევლების ნახევარძემეს წარმოადგენს, იგნორირებულია. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი პირველი ერთობლივი სანქციების მისაღებად ემზადებიან. ხვალ პოლიტიკური გაერთიანების წევრი ქვეყნების ელჩები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე იმსჯელებენ. ამ საკითხზე 25 წევრი ქვეყანა უკვე შეჯერებულია. შესაბამისად, რიგითი მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას კვლავაც ვიზის გარეშე შეძლებენ. თუმცა დიპლომატიური პასპორტების მფლობელები და ოფიციალური პირები უახლოეს მომავალში ვეღარ ისარგებლებენ იგივე პრივილეგიებით და შენგენის ზონაში შესასვლელად
პირველად ვიზა დასჭირდებათ. როგორც კი ეს ძალაში იქნება, ქართველი დიპლომატები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას და ქართველ დიპლომატებსა და თანამდებობის პირებზე ვიზების გაცემის გამარტივება, როგორიცაა შემცირებული სავიზო მოსაკრებელი და განაცხადის განხილვის მოკლე დრო აღარ გავრცელდება. ეს არ ეხება რიგით მოქალაქეებს. განვიხილეთ ასევე საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლა და ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. იყო სანქციების შემოთავაზებაც და ჩვენ ფინანსური დახმარება შევაჩერეთ. ჩვენ ველით, რომ არსებული კრიზისი ისე გადაწყდება, როგორც ამას მოითხოვს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნება და ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ელჩების შემდეგ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამოწმებენ. თებერვლიდან კი შეზღუდვა ოფიციალურად ამოქმედდება.